დიდი ხნის წინათ კაცის ნეკნიდან შემქმნეს და ქალად მომნათლე შემოქმედმა. მას მერე მე ვარ კაცის ნეკნის მატარებელი. მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მე არ უნდა ვიყო თავისუფალი. არ უნდა მქონდეს ჩემი შეხედულებები. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ იძალოდონ ჩემზე და წამოსვლენ ჩემი ცხოვრების უფლება. მე ვარ ადამიანი. მე ვარ ქალი, რომელსაც სურს იცხოვროს სამართლიან და თანასწორ უფლებიან საზოგადოებაში. დღეისათვის ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მათ შორის საქართველოც არ არის გამონაკლისი. გასული დღეები თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ ქალთა ძალადობამ იმატა. ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების საქართველოსთვის შეიქმნა. და მათი მთავარი მიზანია გაზარდონ ქალთა უფლებები საზოგადოებაში, ასევე თითოეული ადამიანის ცნობიერებაში. ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალნათლივ ხედავთ ქალებზე ძალადობის და ზოგადად ძალადობის ფაქტები გახშირდა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფართო მასშტაბით გამოკვლეული იქნა როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში ჩატარდა კვლევები, რის შედეგადაც კვლევამ გვიჩვენა, რომ ქალებზე ყოველი მეხუთე ქალი არის ზოგადად ძალადობის მსხვერპლი და ყოველი მეშვიდე ქალბატონი არის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ამიტომაც ზოგადად ქალებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ქალები საქართველოსთვის და გვინდა რომ დავიცვათ ქალთა უფლებები. ორგანიზაციის მიზანია ქალების გაერთიანება, გააქტიურება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართვა და ქალბატონებისთვის ისეთი პირობების შექმნა, რაც უზრუნველყოფს მათი შესაძლებლობების უნარჩვევების გამოვლენას. პირველ რიგში ჩემი მისიას ორ ჭრილში განვიხილა. პირველი ეს არის ჩემი მისია როგორც ქალის, შემდეგ ჩემი მისია როგორც სტუდენტის. ჩემი მისია როგორც ქალის ეს არის ხელშეწყობა იმ გარემოებებისა და იმ პროექტებისა, რომელსაც ჩემი ორგანიზაცია ახორციელებს, რომელიც ტრენინგის, ქველმოქმედების და სხვათა სხვა ხასიათისაა. შემდეგ ჩემი მისია როგორც სტუდენტის ეს არის მაქსიმალურად ქალბატონი, მანდილოსანი სტუდენტების უფლებამოვალეობის გაზრდა, შესაძლებლობების გაზრდა და ღირსეული ადგილის დამკვიდრება იმ კონკურენტულ გარემოში, რომელიც 21 საუკუნეში ჩვენ დღეს გვაქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია ქალები საქართველოსთვის 100-მდე წევრს აერთიანებს. ის მთლიანად ადამიანურ რესურსებს ემყარება და გრანტებზეა დამოკიდებული. სამმალოდ გეგმავენ ორგანიზაციის საქმიანობა მიიღოს მასშტაბური ხასიათი და ის იყოს არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში. ჩვენი ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია Women for Georgia არის გამორჩეული, რადგან რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს ამის განსასაზღვრად. პირველი ეს არის ის, რომ ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და კონკრეტული იდეოლოგიის მატრებელი პიროვნების ან ადამიანთა ჯგუფის ინტერესებს არ ემსახურება. შემდეგი თემა ეს არის მოხალისეობრივი, აბსოლუტურად ჩვენი ორგანიზაცია არის მხოლოდ გრანტებზე დამოკიდებული. და რომელიმე კონკრეტული ხასიათის ორგანიზაციებისგან არ ფინანსდება. ჩვენს ორგანიზაციაში ტარდება სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგები, როდესაც ტრენინგებს ვეხებით, ეს არის CV-ს შევსება, ეფექტური გასაუბრებები, უნარჩვევები, გასაუბრების, ეთნიკურ საკითხებთან კონკრეტულ კომპეტენტური პირები კითხულობენ ტრენინგებს და გვაცნობენ ზოგად სიტუაციას საქართველოს მასშტაბით, რა მდგომარეობა, ასევე საინტერესოა რელიგიური უმცირესობების თემატიკას ვეხებით, სადაც ქალბატონების როლი მეტად მნიშვნელოვანია, ვფიქრობ და დიდ როლს თამაშობენ. ვატარებთ ზოგადად მონაწილეობთ და ვაპირებთ მომავალში ვმონაწილეოთ ზოგადი ხასიათის კვლევებში, როგორც ქალაქის ისე რეგიონალური მასშტაბით და ვიქნებით როგორც ორგანიზატორები, ასევე მოხალისეები ჩვენს, რადგან გავზარდოთ მეტად ქალთა უფლებები საქართველოში. სამმალოდ ჩვენ გვინდა რომ საქართველოს ყველა რეგიონში გვყავდეს ქალთა წარმომადგენლობა, ქალთა კონგრესების სახით და ამ ქალბატონებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, ისინი უფრო კარგად შეძლებენ თავიანთი თავის წარმოჩენას და პრეზენტირებას და შემდეგ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი იყოს წარმოდგენილი როგორც კანდიდატი მომავალ არჩევნებში და ჩვენ ვეცდებით რომ მაქსიმალურად დავიცვათ ამ ქალბატონების ხმები და რაც შეიძლება მეტი ქალბატონი იყოს არჩეული მოსახლეობის მიერ. ორგანიზაციაში ქალბატონების გაწევრიანება შეზღუდული არ არის არანაირი კრიტერიუმით. მთავარია რომ
მათ კარგად გქონდათ გააზრებული ის, რომ ქალებს აქვს დიდი ძალა და ქალები თუ ერთმანეთის მიმართ ვიქნებით სოლიდარულები, ბევრის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ გვყავს გამოცდილი წევრებიც ორგანიზაციაში, გამოუცდელებიც, ვფიქრობ, რომ ეს ფართო სპექტრი და სხვადასხვა შეხედულებების ქალბატონების გაერთიანება ორგანიზაციას გამოადგება შემდგომ თავისი მიზნების დამოცანების შესრულებაში. ორგანიზაციის საქმიანობას მხარს უჭერს სხვადასხვა პროფესიის თუ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები. ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს უნივერსიტეტიც ერთვება. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ამჟამადაც ეს ძალადობა არის ცხოვრების წესი და ნორმა. ასეთი აქტიურობა აუცილებელია საზოგადოებიდან უნდა მოდიოდეს, იმიტომ რომ ვერანაირი მთავრობა ვერაფერს ვერ გაუმკლავდება თუ საზოგადოების თითეული წევრი არ იქნება აქტიური და არ დაიცავს ამ თავისუფლებებს, სხვების უფლებებს და ასეთ უნდა დადგეს საზოგადოება ფეხზე. რა თქმა უნდა, საქართველოს უნივერსიტეტი და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია გმობს ძალადობას. და მე ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა. საქართველოს უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების საქართველოსთვის გმობს ძალადობას. საქართველოს უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების საქართველოსთვის გმობს ძალადობას. საქართველოს უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების საქართველოსთვის გმობს ძალადობას. The University of Georgia and NGO Women for Georgia condemn violence of all types. საქართველოს უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების საქართველოსთვის გმობს ძალადობას. საქართველოს უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების საქართველოსთვის გმობს ძალადობას.